1-1 ისევ პირდაპირ ეთერში ვართ. დავაბატებთ ახლა ბატონ გიორგის. მილი არის მოწვევა. ვანოს გაუმარჯოს. ვანო კაი კაცია. ვანო არის ის ადამიანი, ვინც აქ ცირა შემოგვიერთდა. მოკლედ მე 3 წელია აქ ცხოვრობ და ეხლა სანამ თქვენ შემოგვიერთდებოდით, ჩემი ახალი მეგობარი დავინახე. ადამიანმა აქ მოკლედ ქართულ დიასპორას გამაცნო რა. ძალიან მადლობელი ვარ მაგ ბიჭის. ვანოსთან მექნება აუცილებლად მომდევნო კვირაში სავარაუდოდ გეგმავთ პირდაპირი ჩართვა, ასე რომ შემდეგ კვირასაც საინტერესო ჩართვა გვექნება ვანიჩკასთან, ვინც ასევე 20-25 წელია უკვე აქ ცხოვრობს და ის ადამიანიც გააზიარებს თავის გამოცდილებას. იურისტი არ არის, მაგრამ საინტერესო ისტორია აქვს თან. ხო, ბატონო გიორგი, დავუბრუნდეთ ჩვენ იმას. აუბრუნდეთ. თემას, რაზეც საუბრობდით, ის ვიდეო წინა უკვე ატვირთულია რილსად, კითხვებიც ყველაფერი არ არის დაკარგული. თუ რამე კითხვა გამოგჩა იმ ვიდეოშიც წერილობით, ანუ გაგცემთ პასუხს. კი, მე მინდა რა ვთქვა აქ, რომ მე არიან ძალიან ბევრი ხალხი, განსაკუთრებით დღეს გასაგებია, რომ ძალიან დიდი სურვილი აქვთ დატოვონ საქართველოს და ბავშვებს მისცენ პერსპექტიული მომავალი და მაგრამ მე ერთი ვარ, მე არ შემილია ყველას უპასუხო, მაგრამ მე ვცდილობ არ დამირეკოთ, მომწერეთ და როცა მე მაქვს დრო, მე გადმოგირეკავთ ან მოგწერთ. მე ხშირად ვგზავნი ჩემ ფილმს, სადაც არის ბევრი პასუხები ამ კითხვებზე, იმიტომ რომ კითხვები მეორდება. რასაკვირველია, კითხვები არის ძალიან ინდივიდუალური და პასუხებიც და აქ ბევრი ნიუანსებია, მაგრამ უნივერსალური პასუხები ესეთია. ჯობია არ დამირეკოთ, ჯობია უბრალოდ მომწერეთ, კარგით? კი ბატონო. ვერ ვიტან კიდე რას, მე ვაფრთხილებს ყველას, რომ შენობით მელაპარაკება ხალხი. ამას არაფერი საერთო არ აქვს იმასთან, რა ქვია, პატივისცემასთან. მე ადამიანს არ ვიცნობ, იმას მე არაფერი არ ჭირდება იმისაგან, იმას რაღაცა ჭირდება ჩემგან. ესე იგი, მე უნდა მივცე ამ ადამიანს ჩემი ცოდნა, გამოცდილება, კონსულტაცია, რომ იმან სისულელები არ გააკეთოს. ბირჟაზე შეუძლია წავიდეს და ეს მეტაფორა აიღოს უფასო, ჩემგან რაღაც ღებულობს და მე ამაში ფულს არ ვიღებ. ამ კონსულტაციაში ეს იმას ნიშნავს, რომ მე ველოდები ამ ადამიანისაგან პატივისცემას. თუ ეს ადამიანი მე არ მიცნობ და შენობით მელაპარაკება და მაპატი მებლატავება უკვე იქიდან, მე როგორ დავაწყოთ თუ ეს ადამიანი მე მაბარებს თავის ემიგრაციულ ბედს და მით უმეტეს ჩემი შვილის სკოლა და ესე მელაპარაკება, მე არავითარი ლოგიკურად არავითარი სურვილი და არავითარი ის არა მაქვს, რა ქვია, მაგასთან მე ადამიანს ვერ გამოვასწორებ და პირველი აკორდებიდან ადამიანს მე ხალხი ჩანს, იმიტომ რომ კოკასაში გარასაც დგას იგივე წარმოძინების ვინ რას წარმოადგენს, ხო? ამიტომ მე ვარ ძალიან ამომრჩევი, ყველასთან არ მუშაობ, მე თუ რაღაცა უპატივცემულობას გძნობ, ესეთი მეფს მე უბრალოდ არ პასუხობ და არავითარი სურვილი არ აქვს იპოვოს სხვა პარალეგალი და სხვა კონსულტანტი. ნახეთ, ერთ საინტერესო ფაქტს გავუსვით თქვენ შეკითხვა კონსულტაციაში ფულს არ ვიღებ, ხო? ესეთი რაღაცა სიმართლე გითხრათ, მე კანადაში პირველად გავიგე, იმიტომ რომ რამდენჯერაც მე და ჩემ მეუღლეს ჩვენ кейსზე რაღაცა დაგჭირდა, მინიმალურ თანხას ვასახელებ, უბრალოდ ყველამ რო იცოდეს. უბრალოდ გამარჯობა რო გითხრან და შენ პროგრამა ორიოდე სიტყვა რო გითხრან, 30 წუთიანები ან 45 წუთიანი კონსულტაციები არის. ეხლა ამ ბოლო პერიოდში 200 კანადურ დოლარზეა საუბარი, 400 ლარია, ანუ ეკვივალენტში რო გადავუყანო. ესე იგი მე ძალიან არიფი და მიამიტი და ისინი ძალიან ჭკვიანები არიან, მაგრამ რატომღაც მე უფრო ხო არ ვიცი. მე ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვამბობ, მე ჩემ გამოცდილებას ვაზიარებ, როგორც თქვენ გამოცდილებას და ცოდნას აზიარებთ. უფასო კონსულტაცია, აქ მინდა უბრალოდ ხაზი გავუსვა, რომ თქვენ ეხმარებით ქართველებს, არა მარტო ისე, რომ ფული ავიღო და ნახვამდის. ანუ ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. არც ერთმა კონსულტანტმა წვრილმანი რაღაცა რო გჭირდებოდეს, გამარჯვების მაგივრად გიგზავნიან ლინკს,
სადაც კალენდარი არის მითითებული და იქ ჯავშანს რო გააკეთებ, თანხას გადაიხდი და კონკრეტული დრო გაქვს, რაც ნორმალურია და მისაღებია ყველას თავისუფლად. ყველა თვითონ წყვეტს ამას, მაგრამ საქმე რაშია? მე 20 წელია ვარ კომერციაში და აქედან ვიყავი მე დირექტორი კომპანიების და კომერცია, მარკეტინგი, ჟურნალისტიკა და როგორ გაყიდო, ამ შემდგომ მომიცე ძალიან ბევრი კონსულტაციები. ჩემი ლოგიკის მიხედვით და ჩემი გამოცდილების მიხედვით, მე რასაც ვაკეთებ, ეს არის უფრო სწორი. აბსოლუტურად, იმიტომ რომ ეს უფრო მომგებიანია და მე წინ უყურებ უფრო გესმით. მე აბსოლუტურად ან თქვენ მხარეს ვიჭერე. იმიტომ რომ ესე რო აკეთებენ, ისინი ბლოკავენ ის ხალხი, აი იმ პოტენციალურ იმებმა უნდა მე რო ეს ჩავთვალოთ აი კომერციულ ენაზე რო ეს არის რეკლამა ჩემი. ეს ფილმის რეკლამაა და ფილმში მე გადავიხადე ფილმი იმ ფილმში, ხო? მაგრამ ეს უფრო ბევრ რაღაცებს აკეთებს. ვიდრე ესე იგი ადამიანი გიცნობ, მიცნობ, ჯერ არ გიცნობ და მით უმეტეს ახლა ქართველი ადამიანისთვის $200 ეს ძალიან დიდი ფული. თუ აქაც არ არის პატარა ფული, მაგრამ თუ ადამიანი იქიდან მირეკავს და ესე იგი მეუბნება რომ ეს ნუ ეს მე არაფერი არ მიიღებს. რაც შეეხება აი იმ სამუშაოს, სადაც არის ბევრი დეტალები საჭირო და ესე იგი ისე რა ქვია შესწავლა წყაროების დაწერა, შეხვედრა, გადათავა რაღაც ეს სხვა რაღაცა აბსოლუტურად. ეგ უკვე კონსულტაცია აღარ არის, ეგ თქვენი საქმეა. კი, ეს აბსოლუტურად ესეა, ხო. მაგრამ ნუ აი მე ესე ვფიქრობ და მე სულ ესე ვიყავი და მე არასოდეს არ მინანია. ბატონო, ერთი შეკითხვა არის, კიდე ერთი ესე ჩაბარებისას ოჯახებს საცხოვრებლით ეხმარებიან და მარტო ჩამოსულს აქვს შანსი ბატონო გიორგი საცხოვრებლის თავიდან. ანუ ესე პასუხი არის ესეთი, ესე იგი კანადა ისრაელთან შედარებით, სადაც არის კიბუცები და ეს ისინი, რა ქვია, შელტერები, აქ სხვანაირადაა. აქ არსებობს შელტერი, მაგრამ ეს შელტერი არ არის ემიგრანტისთვის. ეს არის აი ხალხისთვის, ვისაც და ძალიან დაბალი სოციალური დონის ხალხისთვის, ესენი არის ალკოჰოლიკები, ნარკომანები. ზოგ ჩემ ტოლვილს, ვისაც ფული არ ქონდა გასაგები მიზეზების გამო, იმიტომ რომ ჩამოვიდა საქართველოდან, უცხოური ესეთ იმაში და გამოქცეულან. მე არავის არ ურჩევ, აქ ჩამოვიდეს და აი ესეთ შელტერში ჩაბარდეს, იმიტომ რომ იქ ძალიან მაგრამ არსებობს ეგეთი რაღაც. არსებობს და იქ მიგიღებენ, მაგრამ იქ არის საშინელი მდგომარეობა. ამიტომ ჯობია ურისვალი აიღეთ, როგორც ეს გამოთქმა ესეთი და ის რა ქვია, ჩამოიტანეთ ფული, რომ რაღაცა იქირაოთ. მეც მაგას ურჩევ, აი ბევრი მეკითხება, როგორ მე ჩემი ხედვები მაქვს, მე ყველას ურჩევ ესეთ რაღაცას, მეც ხომ წერენ ხა 10,000-ამდე ყავს ფოლოვერი და ანუ 10,000 ადამიანი მაკვირდება, მე ვარ მარტო. აქედანაც მინდა ზოგს ბოდიში მოუხადო, ზოგი რაღაცას რომ წერს, მე ხა ამის გარდა ამაში მე ფულს არ ვიღებ ჯერჯერობით, ხო? აქ კონსულტაციებს არ ვატარებ, მომავალში ვაპირებ ხა რაღაცების გაკეთებას. არის შემთხვევები, რომ 3-4 დღის მესიჯები კიდია და ვერ ვაქცევ რა სათანადოდ ყურადღება, იმიტომ რომ სამსახურიც მაქვს, ბავშვებიც ყავს, ხან სპორტზე დამყავს, მეც რაღაც ჩემი პირადი რაღაცეები მაქვს და მაგისტვის ბოდის გიხდით წინასწარ რა ეს შეკითხვები ზოგჯერ ესე ხდება რა რომ იჭედება და როგორც უკვე აი ბატონმა გიორგიმ აღნიშნა ვისაც რაღაც შეკითხვები აქვს მიიწერეთ დრო გვექნება საშუალება გვექნება და გიპასუხებთ მეც ახლა ეგრე ვარ მე ჩემ გამოცდილებას ვაზიარებ ვინც მეკითხება რა უნდა გავითვალისწინო კანადაში ჩამოსვლის წინ ჩემი ნომერი პირველი რჩევა არის ყველასთვის ის რომ ყველაფერი გვერდზე გადადონ და შეუდგნენ ენის სწავლას. აბსოლუტურად. მე ეს პირადად ჩემი გამოცდილება, იმიტომ რომ მე თბილისში რომ ვმუშაობდი, 2 სასტუმრო მქონდა, ქირით აღებული და მე ყოველდღე ინგლისურად მქონდა საუბარი, მაგრამ ის ინგლისური რაც იქ ვიცით, ის სხვა არის, აქ სხვა ინგლისური გინდათ, ყველაფერი გადადეთ, ჩაუჯექით ენას. ეს ჩემი რჩევა. ბატონო გიორგი, თქვენ რა რჩევას მისცემთ ადამიანებს, ვისაც უკვე საბუთი მზათა აქვს, ვიზა აქვს, შეიძლება აღებული ტურისტული და რაღაც გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს ჩამოსვლაზე. აი, თქვენი რჩევები რა არის მათთვის, ვინც ახლა აპირებს ან ფიქრობს ჩამოსვლაზე კანადაში? ესე იგი, პირველ რიგში
მე ვერთები თქვენ რჩევას, მე ვარ მასწავლებელი ინგლისური ენის, ესე ვთქვი, აქედან დავიწყოთ, კვალიფიცირებული. ისე მე ვსწავლობდი მოსკოვის უცხოენების ინსტიტუტში. ესე იგი, ხალხი, რომელიც სწავლობს საქართველოში ენას, ვერ ითვალისწინებენ, აი ჩემი თაობა სწავლობდა ბონკით ინგლისურს, ხო? ეს ხო ძალიან ისეთი პრიმიტიული მისტერ ბრაუნ, და ესე კომუნისტური ისე. მე ვიცნობდი კიდევაც ამ სახელმწიფოანელოს იმას, ვინც დაწერა ბონკი. საქმე რაშია, აქ როცა ჩამოდიან ხალხი, ფონეტიკის გამო ეს არის ესეთი ასპექტი ენის, რომელიც პასუხს აგებს გამოთქმაზე და ბგერებზე და ინტონაციაზე. ხალხი ვერ გებულობს აბსოლუტურად რას ლაპარაკობენ სხვა ხალხი. აი როგორც ინგლისურის ენის მასწავლებელი მე ურჩევ, ესე იგი მოусმინონ ეხლა ინტერნეტში ფილმები, სადაც არის ტიტრები განსაკუთრებით და ჯობია რომ უყურონ ის ფილმები, რომელიც უკვე აქვთ ან რუსულად ან ქართულად ნანახი. რომ ესმოდეთ რაზე, რომ ესე იგი მიეჩვიოს ყური ინგლისურ ფონეტიკას. იმიტომ რომ აქ არის სლენგი. აქ ენა არის ძალიან ისეთი რაღაც რომელიც იცვლება ყოველთვის, იმიტომ რომ აი მიუხედავად იმისა, რომ მე დამთავრებული უცხოენების ინსტიტუტი მუშაობდი ამერიკელებთან ძალიან ბევრი წლები. აქ რო ჩამოვედი, აი რაღაცები მეც არ მესმოდა, ჩემ ბავშვს ესმის, იმიტომ რომ ჩემ ბავშვი 7 წლიდანაა და ეს ხუმრობებით ყველაფერი გასაგები ესმის. მე არ მესმის, იმიტომ რომ ის რასაც მე ვკითხულობდი, იქ არ არის ესე, იმიტომ რომ ეს არის ცოცხალი რაღაც, ხო? ამიტომ პირველ რიგში ენა, რასაკვირველია, ესა სწორი ინვესტიცია. მეორე შემთხვევით ჩამოიტანეთ რაც შეიძლება ბევრი ფული, რაც შეიძლება ბევრი სახსრები, იმიტომ რომ ეს ფული, აი რატო კიდე არ ვიღებ კონსულტაციაში ფულს. იმიტომ რომ მე მესმის, რომ იმ ადამიანის $200, რომელიც საქართველოსთან მიკავშირდება და აქედან მიკავშირდება, ეს სხვადასხვა $200-ებია. ეს არის სიმწრით ნაშოვი ფული. ადამიანი არის შეშინებული. უყურებს რა ხდება საქართველოში, ეშინია რომ ბავშვებს რაღაც არ მოუვიდეთ, რაღაცის ლაპარაკი არ შეუძლია უკვე, იმიტომ რომ ყველას იკერენ და აი საქართველოს მიდის სამწუხაროდ ავტორიტარულ სისტემაში. კიდე ამას გამოვართვა $200, ეს $200-ით მე არ გავბედნიერდი ეს მე. თუ მე ის ჩამოვა და მე და ისა და მე ვეთქვი, აი უყურე გენაცვალე. მე ვაკეთებ ამას, შენ აკეთებ ამას. ეს აი ნაპირზე ჩვენ მოვილაპარაკებთ წესებზე. რომ მე რას ვაკეთებ, თქვენ რას აკეთებთ, ხო? ხო, და ჩემგან თუ იქნება ისე, რომ აი უკვე გაკეთებული სამუშაო და თქვენგან დაპირება, რომ მე ამას გადავიხდ, მე არ მომწონს უკვე. იმიტომ რომ მე ვაკეთებ საქმეს, ისინი მპირდებიან და ესე არ იქნება. ისე უნდა მოვილაპარაკოთ, ისეთი ხელშეკრულება უნდა გქონდეს ვერბალური, რომ ეს იყოს ადეკვატური და შესრულდეს, ხო? იმიტომ რომ უყურეთ, ხელშეკრულებას უნდა ვცეთ პატივი, ეშმაკი რო ეშმაკია და ადამიანს რო ეუბნება, რომ შენი თანხმობის გარეშე მე შენ სულს ვერ ავიღებ, მაგრამ შენი თანხმობა ასაჭირო, ეს იმას ნიშნავს, რომ ის პატივს ცემს ხელშეკრულებას. მე თუ ვიღაცას ველაპარაკებდი, მეუბნები, რომ აი მე ჩვენ გვაქვს ესეთი ხელშეკრულება, გესმის? მე ამას ვაკეთებ, შენ აკეთებ ამას, მაგრამ თუ ამას შენ არ გააკეთებ, მე გავწყვიტავ შენთან ყველანაირ კავშირს. მე არ დაგიწყებ. ბოდიში გაწყვეტინებთ, ამ შეკითხვას კიდე მოყვა ესეთი შეკითხვა. ანუ სამსახურისთვის ენა აუცილებელია, კი ბატონო აუცილებელია. როგორც ვიცი, ამ ენის შესწავლაშიც მთავრობა ეხმარება. ეხმარება მთავრობა. კი, ეხლა გიხსნით, როგორც ენის სპეციალისტი, არსებობს კურსები. ეს არის უფასო კურსები. არის ესეთი უფასოა, კი. English as a second language or ESL classes. ესე იგი, თუ ადამიანი არის ტოლვილი, ჩაბარდა აეროპორტში და მიიღო უკვე საბუთი, ან მერე მიიღო საბუთი, როცა შემოვიდა და ეს უფრო გრძელი გზა არის. კი ბატონო. მე შემიძლია დავეხმარო, ესე იგი, დავარეგისტრირო და ესე იგი, დავსვა ამ კურსებზე, სადაც ფულს არ გადაიღოს. მაგრამ საქმე რაშია? საქმე იმაშია, რომ ინგლისური ენა ესეთი საგანია, როგორც ყველა უცხოური ენა, რომ არ შეიძლება 5-10 კაცმა ერთად ისწავლონ ეს ენა, გესმით? ან უნდა იყოს ძალიან ნიჭიერი, ან ეს კურსები უნდა იყოს ისე განაწილებული, რომ ხალხს ჰქონდეს ერთნაირი აკადემიური ნიჭი.
იმიტომ ყველას არ აქვს ამის ნიური. ამის უნარი ყველას არ აქვს. ხალხი ხშირად დადის უბრალოდ ფორმალურად ინგლისურზე, რომ ესე იგი არ დაკარგონ ველფერი, იმიტომ რომ ამასთან არის მიბმული ველფერი. ამიტომ მე ურჩევ, საქართველოშიც არიან შესანიშნავი სპეციალისტები, ონლაინ აიყვანონ რომელიმე სპეციალისტი, ვინც უფრო კარგად აუხსნის ენას და არ დაინანონ ამაზე ფული. აქ არის უფასო კურსები კი, სახელმწიფო ეხმარება, აბსოლუტურად სწორია. კი, ნახეთ კიდე ერთი შეკითხვა, ესეთი ანუ ზოგადი შეკითხვა, თუ რამის შეკითხვა, თუ რამის პასუხი შეგიძლიათ ამ შეკითხვაზე. სწავლის მიზნით, ვისაც სურს ჩამოსვლა, რას გეტყვით? ანუ აი ესეთი ზოგადი შეკითხვაა. დაუშვათ უნივერსიტეტში ჩააბარა ან უნდა ჩაბარება. რამე მაგაზე ხო არ შეგიძლიათ რამე გითხრათ? ნუ კი შეიძლება ეგრე უყურეთ, თქვენ უნდა რამდენთაც მე ვიცი, მე სპეციალისტი არა ვარ აი ამ დარგში, მაგრამ აი რაც ვიცი, ის ვიცი. რომ თქვენ უნდა გქონდეს საშუალება პირველი სემესტრის ფული მაინც გადაიხადოთ. ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ეგ მე არ ვიცი. ხო, რომ გქონდეთ პირველი სემესტრის ფული და გქონდეთ საკმარისი თანხა, რომ გადაიხადოთ საერთო საცხოვრებლის. ეხლა რა შესაქმე, რამდენთაც მე ვიცი, ვინც აქვს სტუდენტის სტატუსი, მათ შეუძლიათ კანადაში არა მარტო კამპუსის ტერიტორიაზე იმუშაონ, არამედ იმუშაონ საერთოდ მთელ იმაში, რა ქვია. სტუდენტის სტატუსი მას ადლევს საფუძველს, რომ აი part-time კიდე იმუშაოს სადღაც, აი პიცა ატაროს ან კიდე. Part-time, full-time არა. ნუ it depends, მე არ ვიცი დეტალები და ნიუანსები, მაგრამ ბევრი სტუდენტები მუშაობენ Starbucks-ებში, ჭურჭლის ფრეცხავებად, წიმქორტონში მძღოლება და ასე შემდეგ. აი ინდუელები სხვათა შორის განსაკუთრებით. კი, მეც დავამატებდი ჩემი გამოცდილებიდან სამსახურის გარდა გამომდინარე იქიდან რომ ახლა კანადაში ვცხოვრობ და აქ ყველაფერი ძვირია და გეთანხმებით იმაში რომ რაც შეიძლება მაქსიმუმ თანხა ჩამოიტანეთ, ვინც რამეს აპირებთ აქ ჩამოსვლას. ჩემი სამსახურის გარდა part-time-ზე Uber-ზეც მუშაობ და ხშირად ვხვდებიან სტუდენტები, რომ ვეკითხები, ისინიც, ანუ პირველი ხელიდან ვიცი ასე ვთქვათ, რომ არა აქვთ full-time-ზე მუშაობის უფლება. ანუ მე ვიცი გადმოცემით პირველი ხელიდან. ნუ ალბათ ეს სიმართლეა კი. აბა როდის ისწავლიან მაშინ თუ full-time? ხო, დაახლოებით ეგეთი რაღაცაა რა, რომ ეხა full-time და part-time რა არის საქართველოში ეს გაგება არ არის რა full-time არის კვირაში გარკვეული საათები რო გაქვს ანუ ზუსტად ციფრი არ მახსოვს მაგრამ თუ არ ვცდები 35 საათი უნდა იყოს და ზემოთ ითვლება full-time job აბსოლუტურად რაც ნაკლები არის ანუ part-time job-ია და part-time job-ზე ნაკლები პასუხისმგებლობა გაქვს გეკითხებიან სიტყვაზე ხვალ შეგიძლია მოხვიდე 2-დან 5-მდე თუ full-time job-ზე ხარ ანუ იქ კონკრეტულად შენი დრო გაქვს აი მიდიხარ აქედან აქამდე და რაღაცას ასრულებ შენი responsibility გაქვს შენი დავალებები გაქვს რაღაცა part-time-ი ცოტა სხვა რაღაცაა ნახევარ განაკვეთი მაგრამ ზუსტი თარგმანი ნახევარ განაკვეთი ამ part-time-ს არ შეესაბამება რა part-time-ზე ანუ აი ხო პიცის მიტანა ეს არის დამოკიდებული გარკვეულ რაოდენობაზე საათების. ხო, რაღაც აი ვეღაცაი მაკა გწერს, როგორც ვიცი, 4 საათი შეგიძლია ემუშაო დღეში. არ ვიცი ეს 4 საათი საიდან მოიტანეთ, მაგრამ რახან წერია ალბათ 4 საათზე არა, შეგიძლია ერთი დღე იმუშაო 8 საათი, მეორე დღე საერთოდ არ იმუშაო. ჯამში უნდა იყოს. კვირაში უნდა იყოს, კი, აი კი ზუსტად ეგრე უწერია 40 საათი კვირაში, კი ბატონო. დიახ, ეგრეა, კი. კარგით, კიდე ბევრი შეკითხვა იყო, მაგრამ ეხა ყველაფერს თავიდან ადაპტაციისთვის მთავრობა ლტოლულებს 6-თვიანი პროფესიულ კურსებს თავაზობენ, როგორც ვიცი და რამდენად მართალია ადაპტაციის დროს. ანუ მართალია? მართალია, მაგრამ აი ჩემ გამოცდილებიდან ეს კურსები არ არის ეფექტური აბსოლუტურად. იმიტომ რომ ვერავითარი მთავრობა ვერ მოახვევს თავზე დამსაქმებელს სპეციალისტს. ლოგიკურიც არის. აი ლოგიკური, აი უკრაინული პროგრამით ვინც ჩამოვიდნენ, quiet პროგრამით, მე ვიცი რომ ის დამსაქმებლები, რომლებიც აძლევენ უკრაინელებს სამუშაოს, იმათ ჰქონდათ პრეფერენციები. ეს ვიცი. აბსოლუტურად, მაგრამ ეს არის ძალიან ფორმალური მიდგომა ველფერის მხრივ. აი გასწავლით როგორ უნდა დაწეროთ რეზიუმე, აი როგორ უნდა ეს
თქვენ ვერავინ ვერ გასწავლით ინგლისურ ენას, ვერავინ ესე იგი დამსაქმებელის თავი მოტივია რამდენად მოიგებს ის ფულს ან არ მოიგებს თუ თქვენ გაქვთ საკმარისი კვალიფიკაცია რომელიც გაქვთ მოსა და გათავდა არის ესეთ საიტები როგორც Vocopolis, Monster.ca კიდე Indeed.ca აი მე ვპოულობდი მე ვიპოვე პირველი სამუშაო ერთ თვეში იმიტომ კი არ ესეთი გენიოსი ვარ იმიტომ რომ მე მაქვს რეზიუმე მე ვიცოდი როგორ დამეწერა მე ჩამოვედი მე ისე გავაკეთე რომ დავიწყე იმ წუთაზე სწავლა და ჩემ რეზიუმეში გაჩნდა სიტყვა Canadian experience რაც უფრო ბევრი კანადური გამოცდილება თუნდაც სწავლა და თუ ბრენდული კომპანიებია აქ აქცევენ ყურადღებას კრედიტულ ისტორიას თუ შენ მაგალითად მუშაობდი ისეთ კომპანიაში რომელიც არის ცნობილი მაგალითად Coca-Cola ან მაგალითად McDonald's მაგალითად Ford ამ ბრენდებში არის მილიარდი დოლარი ჩადებული, ხო? ეს იმას ნიშნავს დამსაქმებელისთვის, რომ შენ იცი პროცედურები, ბიზნეს პროცედურები, შენ იცი საკმარისი ენა, შენ გაიარე ტრეინინგები, რადგანაც იქ მუშაობ. და აი მე გირჩევთ, აი რომ თქვენი რეზიუმე არ გადააგდონ სანაგვეში, უბრალოდ იმ რეზიუმეში აი ლოგოტიპები copy-paste-ით ჩადეთ, რომ მე შევაკეთებდი, რომ იმემა შეამჩნიონ დამსაქმებელს, მე აქ მუშაობდი. იმიტომ რომ შენ შეიძლება მუშაობდე მაგალითად საქართველოს ბანკში და არ მიგიღონ მაგრამ ამავე დროს ის ვინც მუშაობს CIBC ბანკში ან Bank of Montreal ან რაღაც City ბანკში რომელიც ეს ცნობილი ბრენდებია გესმით იმათ მიიღებენ იმიტომ რომ აქ ერთდაიგივე პროცედურებია გესმის დასავლეთის თუ დასავლეთის კომპანიაში მუშაობდი დიდი ალბათობით ჩქარა მიიღებს სამუშაოს თუ უცნობ იმაში მუშაობდი ყველაფერს წყვეტს ბრენდი და ყველაფერს წყვეტს რამდენად ეს ბრენდი პოპულარიზებულია თუმცა შენ შეიძლება იყო ძალიან მაგარი სპეციალისტი კი მე გეთანხმებით მაგაში აი ხა ჩემი შემდგომი პროექტი ახლა უკვე მუშაობ მაგაზე მეც ვაპირებ ესეთ კონსულტაციების ჩატარებას, აი რაც შეეხება რეზიუმეების სწორ შედგენას, ნაბიჯ შედგენას, აი საქართველოდან დაწყებული აქ ჩამოსვლამდე რა ნაბიჯებია გადასადგმელი, რომ აი ეს ჯაჭვი არ დაგერღვეს, რომ არაცდე საფეხურებს და მოკლე ვადაში მაქსიმალურად მეტი სწორი ნაბიჯი გააკეთო და აი მას ქვია consistency. ხო, რაღაცები უნდა ჩაიწეროს, რაღაცები არ უნდა ჩაიწეროს. მე პირადად აი ხა რაც მე დღეს ვიცი, 3 წელი შესრულდა სექტემბერში, რაც მე და ჩემი ოჯახი, მეუღლე და 2 შვილი ჩამოვედით ქუაითის პროგრამით აქ. მე რო ეს რაღაცეები მცოდნო და 3 წლის წინ, რაც ეხლა ვიცი. როგორ გითხრათ 10 ჯერ უკეთესად ვიქნებოდი რა. პროვინციებიდან დაწყებული, ცოდნიდან და დამთავრებული. ყველაფერს ხანაერად გავაკეთებდი. მალე აი ამ პროგრამას პროექტს გამოვაჩენ უკვე და ნებისმიერ მსურველს შეიძლება ეხა don't get me wrong, ანუ უცუდად არავინ არ გამიგოს. მე მარტო ვარ, ჩემი დრო ფული ღირს, მე რო ვეღაცას ყურადღება მივაქციო რაღაც ელემენტარულ რაღაცებზე მე ყოველთვის მივიწერები, კი ესია არ არის, მაგრამ აი კონკრეტულად რაც თქვენ თქვით, რომ აი კონკრეტულად кейსი რო ავიღო და კი ეს არის დრო ფული კი. ეგ დრო ფულია და მე ცოტა სხვა მე არ მინდა რაღაც $200 და რაღაცები სიმბოლურ თანხას ვადებ, $1 იქნება subscribe-ის ფასი. და კი მართლა ვამბობ, რომ იმ $1 უკვე ერთგვარი ფილტრიც არის რა, იმიტომ რომ ზოგი ჰეიტერია, აი ხა ჩვენს დამაუწყდა გამეფრთხილებინა წინასწარ, ბევრი უარყოფითად დაწერს ეხა რაღაცას, რომ მე დარწმუნებული ვარ. ანუ მაგისტრის წინასწარ მე გიხდით ბოდიშ, რომ ჰეიტერებს ვერაფერს ვერ ვიზავთ, აი მათ ხალხს გასაფილტრად ეგეც კომპლიმენტია სხვათა შორის რა, რადგანაც აი ხალხს მეტი საქმე არ აქვს და ესე იგი რაღაცებს წერენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის ყურადღება, ეს არის სადღაც შური, სადღაც რეაქცია, ვაღიზიანებ მე ამ ხალხს და თქვენ, რასაკურველია, იმიტომ რომ ისინი ფიქრობენ, რომ აი ესენი ვინ არიან, რითი არიან ჩვენზე კარგები, ხო? ნუ აქ სხვანაირად არის აგებული ცხოვრება, აი საქართველოში მაგალითად, ხო? კომუნისტურ დროს ყველაფერი კარიერა იყო აგებული იმაზე, ვის იცნობ, ვინა მამა შენი, ვინა შენი ბიძა შენი
ესე იყო აი კომუნისტური და ქურდულ სამყაროშიც ბიძაშენი თუ კანონიერი ქურდია და ვიღაცა თუ სხვა ისა. აი ისინი ხალხი აწყობდნენ კარიერად ბრენდების საშუალებით, გესმით? კანადაში სულ სხვანაირად. კანადაში გეუბნებიან ჩვენთვის სულ ერთია ვინა შენი ესე რა ქვია ნათესავი. რაიკომის დივანი იყო, კგბ-ს უმცროსი იყო თუ ის არ ძველი ბიჭი იყო ნახალოკაში მაგალითად, ხო? აქ სულ სხვანაირად. დაივი გეუბნებიან აი მოკლედ დაივიწყე ვინ იყავი? შენ მოგეხმარება ვიღაცის რეკომენდაცია, უბრალოდ მიხვიდე ესე იგი ინტერვიუზე და მოგისმინონ მეტი არაფერი. დანარჩენი ყველაფერი დამოკიდებული იმაზე, რამდენად შენ სასარგებლო იქნები იმისთვის, იმიტომ რომ აქ არის სხვა სისტემა და იმიტომ ეს სისტემა უფრო მომგებიანია, ვიდრე ის სისტემა, რომელიც არის საქართველოში და ჩვენ ხედავთ ახლა რა მოსდის ამ სისტემას და ესე იგი რა მოსდის იმ ხალხს, რომლებიც ესე იგი ასრულებდნენ ამ თავიანთ ჭკუაში სწორ კარიერით მიდის ნეგატიური სელექცია, ხო? და აქ მიდის უცხოური სელექცია აბსოლუტურად. აქა ყველაფერი დამოკიდებული შენ ცოდნაზე, სწავლაზე, მისწრაფებაზე და რას მოუტან იმას, რა ქვია. კი ბატონო, მეც შეგეშველებით ერთი ბიჭი არის ემიგრანტი, სხვათა შორის ტორონტოდან ახლა გადმოდის კალგარიში, ამ თვის ბოლოს სახელს და გვარს ვერ ვიტყვი, მის ნებართვის გარეშე, ბიზნესმენი ბიჭი არის, რაღაც ავტომობილების დილერშიპი აქვს და რაღაცა, ესეთი პატარა კომუნიკაცია ჰქონდა. მე თავს ხვრი და ვამბობ, რომ დღეს კანადაში ცოტა ჭირს რაღაცები ვიდრე ადრე, ალბათ თქვენ უფრო კარგად იცით და დამეხმარებით, მაგრამ იმ ბიჭმა ერთი რაღაცა სწორედ მითხრა რა. სამსახურები არის თუ შენ რაღაცების კეთება შეგიძლია. გიხდიან ზუსტად იმდენს, რასაც იმსახურებ, კი ბატონო. მართლა ეგრეა. ანუ კი ცოტა გაჭირდა, ბევრი წამოდის და მწერს, რომ ენა არ ვიცი, იქნება დამეხმარო, უკვე აქ ცხოვრობ, იქ ცხოვრობ. მე კი წერ ვეღაცებს, აი წეღანაც ეს ლაივი რო დაიწყო, ჩემი ახალი მეგობარია ვანოსაც მივწერე ვეღაცებზე, რომ იქნება ვეღაცები მწერენ, რომ ენა არ ვიცი, მაგრამ ხელობა აქვს კაი და რაღაცა. ენას კიდე ერთხელ უსმევ ხას, ვინც აპირებთ ჩამოსვლას, ყველაფერი გადადე და ენა შეისწავლეთ რა. ნინო იწერე ქორწილების кейსზე რას გვირჩევთ? ამაზე ბატონმა გიორგი მისაუბრა, ამის წინა ვიდეო rilsი. ხო, მე ქორწილების кейსები არ მიმყავს, მაგრამ მე რაც ვიცი, მე ეს გითხარით, რომ ესე იგი ოფიცერს უნდა დაარწმუნოთ, რომ თქვენი ურთიერთობა არის ესე რა ქვია, რეალური და არა ფეიკი. ეს მათ აქვთ ჩეკლისტი, ხო? გაქვთ თუ არა საერთო ანგარიში, ეხმარებოდით სურათები, ვიდეოები, მიწერმოწერა, ეს ყველაფერი აბსოლუტურად. სამწუხაროდ ეხა ჩვენ დროში მეც და დარწმუნებული ვარ ბატონი გიორგიც არ ვართ ფუნება არ გვაქვს ეხა ყველაზე ძვირი რაც გაგვაჩნია დრო გვაქვს. სამწუხაროდ ეს ლაივიც ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება. ბოდიში მინდა მოუხადო ყველა followers, უნდა დაწყებულიყო 11 საათზე, უნდა დაწყებულიყო 11 საათზე Facebook პლატფორმაზე, მაგრამ არ ვიცი რატო, რაღაც ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ მოხერხდა და მაგიტომ დავიწყეთ, მე მგონი 1 საათი თუ 40 წუთის დაგვიანებით Instagram-ზე. არაჩვეულებრივად გამოგვივიდა, ბატონ გიორგისთან თხოვნა მექნება, აი ესეთი ტიპის თქვენ მაინც იურისტი ბზანდებით, თარჯიმანი ხართ, 20 წელზე მეტია კანადაში ცხოვრობ, ტორონტოში და ბევრ ქართველ ოჯახს ეხმარებით. ჩემი თხოვნა იქნება, თუ კვირაში ერთხელ არა, თვეში ორჯერ მაინც თუ მოახერხებთ, რომ აი ესეთი ლაივები 1 საათის განმავლობაში ჩავთოთ ხოლმე. წინასწარ უკვე დავარეკლამებ Instagram-ს და არა Facebook-ს, იმიტომ რომ Facebook-მა გამობრაზა დღეს. გადავიდეთ Instagram-ზე. კონკრეტულად დღეს იყო ზოგადად გაცნობითი რეჟიმი, მოდი ესე ვიტყვით, რაღაც თემებს მივედეთ აქეთ-იქით, ძირითადად ამერიკა იყო, მაგრამ ნუ მაინც ამ კითხვებიდან გამომდინარე. იმიტომ რომ ეს იყო პოპულარული ყველაზე კითხვა და ძალიან აქტუალური დღეს. ძალიან აქტუალურია, ორი გზა არის მოკლედ ცუდი და უფრო ცუდი, ერთი პოლიცია გიჭერს და მან შანსი არ აქვს როგორც მივხვდი, ძალიან long story short რო ავსან და მეორე არის, როცა კანადაში აღმოჩნდებით
ჩვენი დახმარებით არა, თქვენ თვითონ როგორც რანაირადაც მოახერხებთ აქ, შეგიძლიათ ბატონ გიორგის მიმართოთ და ბატონი გიორგი ან სხვა ვინმე სპეციალისტს, ვისაც შექმნით საჭირო. მე არ ვახერხებ ჩემ თავს აბსოლუტურად. კი ბატონო, ხო, ანუ პარალეგალს მათ შორის ერთ-ერთი ბატონი გიორგი იქნება და შესაბამისად თუ დროს გამონახავს და სურვილს თქვენ кейსაც მოგიდებს ხელს. მე პირადად ჩემი მეგობრების გამოცდილებას ვაზიარებ. ბიჭები შოქში არიან თქვენი გატანილი გოლებით რა, რომ ერთ-ერთზე სულ ძალიან ქართველებს ეხმარებით. მოკლედ ესეთი თქო უნდა მექნება, შემდგომ უფრო რაღაცა კონკრეტულ თემებს შევეხოთ ხოლმე, პირობითად ან სწავლას, ან ამერიკიდან გადმოსვლას, ან იქიდან აქ ჩამოსვლას, ან რაზეც თქვენ ჩათვლით საჭიროთ, რაც აქტუალური იქნება. ეს ლაივიც აიტვირთება Reels-ის სახით და არ ხართ შეზღუდულები არავინ, კითხვები დასვით, აი ერთი ბოლო შეკითხვა წამოვიდა. ამერიკინალ ტოლვილი რომ გადმოვიდეს კანადაში, შევიდეს ქორწინებაში მოქალაქესთან, ამაზე რომ ისაუბროთ. რისკებზე და გადებით შედეგებზე, მაგაზე ვისაუბრეთ, კი, ხო, და როცა ჩვენ დავდებთ, ესე იგი ჩანაწერს აქ შეგიძლიათ კი, შეიძლება, ესე მოკლე პასუხი არის, კი, შეიძლება. აბსოლუტურად. და შანსებსაც საკმაოდ ზრდის, ხო? აბსოლუტურად კი. აბსოლუტურად, იმიტომ რომ როცა სახელმწიფო ხედავს, რომ აი ამ ადამიანს ხავს სპონსორი, ცოლის ან ქმრის სახით, უკვე სხვა სტატუსში გადადის და ესე იგი ბლოკავს მის დეპორტაციას აქედან. და ბარემ აი ოთონდასვა ეს შეკითხვა ოთოლომიძე, ეხაც ვიტყვი, აი ბატონ გიორგის სიტყვას გავემეორებ, არ არის სავალდებულო, რომ თუ მე სწორედ გავიგერო, მაინც კანადის მოქალაქე იყოს ის პიროვნება. კი, აბსოლუტურად. Permanent residence, ანუ PR თუ აქვს და სიტყვაზე ფილიპინელია და კანადაში ცხოვრობს და permanent residence აქვს, იმაზე შეგიძლიათ იქორწინოთ და ეგეც ანუ უკვე საფუძველია იმისა, რომ თქვენი საქმე განიხილოს. კი, აუცილებლად. დრო რო გექნებათ, მიპასუხეთ, მოგწერთ პირადში. ჩამოსვლამდე მინდა გაეცნოთ ჩემს кейს. გწერთ ვინმე დათო სულხანიშვილი. ბატონ გიორგი, მომწეროს და მე მოკლედ უპასუხებ. მე დათო სულხანიშვილისაგან ისე არა სულხანიშვილისაგანაც მე არ ვიღებ ფულს, მე ვაძლევ ძალიან მოკრე იმას და როცა თქვენ შემოდიხართ და თუ თქვენ მე თავს არ გახვევთ არავის, თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ მე დაგეხმაროთ და ეს მომსახურება გაგიწიოთ, აი ამ შემთხვევაში ჩვენ უფრო დაწვრილებით ვილაპარაკებთ. ბატონო. მაგრამ მე რამე დავთქვა, აი მოკლედ ვიტყვი. თავარი რა არის კეისებში? კეისებში რა არის თავარი რა? პირველი, თქვენ უნდა იყოთ ქვეყნიდან, სადაც არის ტოტალიტარული სისტემა და საქართველოს სამწუხაროდ, ისევე როგორც რუსეთი, აი ესეთი ქვეყანა ხდება, ავტორიტარული და თქვენ უნდა იყოთ მსხვერპლი ამ სისტემის. აი ამ შემთხვევაში გაქვთ შანსები მოიგოთ და აი ეს ყველაფერი უნდა იყოს დასაბუთებული. საბუთები არაა საჭირო, რომ ჩამოიტანოთ აეროპორტში აჩვენოთ, საკმარისია, რომ თქვენ ესე იგი სასამართლოს წინ, აი 10 დღე რო დარჩება, ეს საბუთები უნდა გაუგზავნოთ და რაშიც მე ვეხმარები ჩემს კლიენტებს და უთარგმნიან დოკუმენტებს. აი ეს არის მეტი არაფერი. ბატონო გიორგი, ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ თქვენი დროისთვის. აუცილებლად რაზეც ვილაპარაკეთ, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ ადამიანს გამოადგება, ამას მე კიდე დავაშიარებ, ანუ ყველა ჩემ პლატფორმაზე, YouTube-ზეც იქნება ვრცლად ეს ვიდეოები, Instagram-ზეც იქნება, არაფერს არ Facebook-ზეც იქნება, Instagram-ზეც იქნება, TikTok-ზეც იქნება ეს ვიდეოები და მაქსიმალურად ვეცდები, რომ ეს თქვენი ინფორმაცია იმასმა. შეიძლება დავჭრა რაღაც საინტერესო მონაკვეთებად, აი სწავლას გაჩნდება იმას და ცალკე ესე პატარ-პატარა ერთწუთიანი ვიდეოებიც გამოუშვა, რომ უფრო მარტივი იყოს. ლაპარაკობდით ერთ თემაზე, მაგალითად ორი კვირის შემდეგ აი თემა იყოს თავარი და ნუ კიდე იქ რაღაცა სხვა ნიუანსები ის არ იქნება შავ-თეთრი მარტო ერთი თემა. და იმიტომ რომ კი, ბევრი კითხვებია ძალიან და მე ვფიქრობ, რომ ჩემი და გამოცდილება იქნება სასარგებლო. ბატონი გიორგი მზად არის დაგეხმაროთ, შეკითხვები თუ გაქვთ, მიწერეთ.
დროის შეკითხვები თუ გაქვთ არა იურიდიულ მხარესთან დაკავშირებით, რაზეც მე კომპეტენტური არ ვარ. ჩემი პროფილიც ღიაა ყველასთვის, მომწერეთ, თუ რამე არ მეწოდინება, მინიმუმ გადაგამასამართებთ იმასთან, ვინც ამ საქმეში პროფესიონალია. ყველას დიდი მადლობა, კიდევ ერთხელ ბატონ გიორგის დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებ და მინდა რომ მაქვს სურვილი ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეხა რო ვამთავრებთ, კითხვები წამოვიდა და წამოვიდა. ჩვენ მოვილაპარაკებთ ალბათ, რომ შეიძლება კვირაში ერთხელ არა, მაგრამ თვეში რამოდენიმეჯერ რომ ესეთი ლაივები ჩავატაროთ ხოლმე რა. დიახ, აუცილებლად. ძალიან კაი. დროებით დიდი მადლობა, ეს ვიდეოც აიტვირთება Reels-ის სახით და ამ კითხვებზეც, რა კითხვებზეც ჩვენ პასუხი ვერ გავეცეთ პირდაპირ ეთერში, მეც და ბატონი გიორგიც, წერილობით გიპასუხებთ ყველაფერზე. დროებით, ნახვამდის. კარგად იყავით. ნახვამდის.